მექანიკურ ორგანიზმად აქციეს, სადაც ყოველი მილიმეტრი ფიზიკასთან საბრძოლველადაა შექმნილი. ამ სამი ლეგენდარული ჰიპერკარის ნიურბურგრინგის დროები საკმაოდ საინტერესო და თავის დროზე დრამატული თემაა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთ ეპოქაში გამოვიდნენ და ერთმანეთის პირდაპირი კონკურენტები იყვნენ, სამივე კომპანიამ სრულიად განსხვავებული მიდგომა აირჩია მწვანე ჯოჯოხეთის ოფიციალური დროის დაფიქსირებისას. Porsche-მ ყველაზე გამჭვირვალე და ოფიციალური გზა აირჩია. 2013 წლის სექტემბერში 918 Spider გახდა პირველი სერიული ავტომობილი, რომელმაც ნიურბურგრინგზე 7 წუთიანი ბარიერი მოხსნა და ოფიციალური დრო 6 წუთი და 57 წამი დააფიქსირა. საჭესთან მარკ ლიბი იჯდა. ეს იყო აბსოლუტურად საჯარო, დადასტურებული და ვიდეოზე ჩაწერილი წრე. McLaren-მა დიდი მარკეტინგული კამპანია ჩაატარა, სადაც აცხადებდნენ, რომ მათი მიზანი P1-ით 7 წუთზე ნაკლები დროის ჩვენება იყო. მიზანს მიაღწიეს და ოფიციალურ რელიზშიც დაწერეს, რომ ავტომობილმა წრე 7 წუთზე ნაკლებში გაიარა. თუმცა კონკრეტული წამები და ვიდეო მტკიცებულება არასოდეს გაუსაჯაროებიათ. ინსაიდერების და მოგვიანებით გავრცელებული ინფორმაციით P1-ის რეალური დრო 6 წუთი და 57 წამის ფარგლებში იყო. თუმცა McLaren-მა ოფიციალური ციფრების გამოქვეყნებისგან თავი შეიკავა. სავარაუდოდ იმიტომ, რომ იმ მომენტში იდეალური წრის აწყობა და Porsche-სთვის სუფთა ოფიციალური დარქმის მიყენება ბოლომდე ვერ შეძლეს, ან საბურავების გარშემო არსებული რეგულაციების გამო. Ferrari-მ თავისი ტრადიციული პოლიტიკა გაატარა. მათ ოფიციალურად საერთოდ არ გამოცადეს LaFerrari ნიურბურგრინგზე დროის დასაფიქსირებლად და კატეგორიული უარი თქვეს ქარხნული დროის გამოქვეყნებაზე. მარანელოში თვლიან, რომ მათი მანქანების საზომი მხოლოდ Fiorano's შიდა ტრეკია. სიმულაციებით და ავტომობილის სიმძლავრე ზონის შეფარდებით, LaFerrari-ის პოტენციალი ნიურბურგრინგზე ასევე 6 წუთსა და